როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ რა გაიაზრა საერთოდ თქვენთან დაკავშირებით და ჩავიხედოთ მის ჩანაფიქრებში. მე როგორც ყოველთვის ტრადიციულად ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ძალიან სიამოვნებთ და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ სულ ყველა ბედნიერი და ყველა სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ, ვინც ისვენებთ ჩემსავით. ნახოთ. ჩემი ჩანაფიქრები ალბათ თავისთავად თუ თქვენ არიცით ამ ადამიანის დამოკიდებულება ბოლომდე ან უკვე ადრე თუ იცოდი და ახლა რაღაცა ცოტა სხვანაირად ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, თქვენზე იქნება ეს გაშლა და ყველა სიტყვით თქვენ თავზე არ მიიღოთ მაინც ზოგადი გაშლა. ნახოთ. რა გაიაზრა, ჯერ ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით, რა გაიაზრა, თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანმა, რა გაიაზრა. კარგია ძალიან რაც გაიაზრა, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან ფასეული ფიგურა მის ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა, გააქვს მასთან ურთიერთობა, რა იყო, როგორ იყო, ანუ შენ რჩები ადამიანი, რომელიც იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ თან გიყურებს, რომ ამ ურთიერთობაში შენ ძალიან ბევრი გადაიტანე, ძალიან ბევრი მიხვდი და განსაკუთრებით შენ მიხვდი საკუთარ თავის ფას და ამაში სრულად გეთანხმება. რა გაიაზრა? ორიანი თასი, ეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, რომ აი მე პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ ძალიან სასიხარულოა, როცა ამოდის გააზრება ორმხრივი გრძნობა სადაც უნდა შეხვედრები ყველაფერი იყოს ერთნაირი, დაბალანსებული, გულწრფელი, ძალიან კარგია. კარგად ჟღერს ზოგადი გაშლებიდან, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერს მოყვეს მოქმედება. გაიაზრა გრძნობა, გაიაზრა ყველაფერი. აი მაგალითად რაც ხდებოდა თქვენ შორის და გაიაზრა სიყვარული, მაგრამ დავამატებ მე ამ ორიენტაციით ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ იმპერატრისა გაიაზრა ზუსტად ის, რომ შენ ხარ ის ერთადერთი, ის განსაკუთრებული. ქალი, რომელიც იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. არ ვიცი, ძალიან მეუცნაურება ახლა ზოგადი გაშლები თქვენ რომ უსმენთ ასეთი ადამიანი, ალბათ შესაბამისად არ იცით, ხო? ლოგიკურია და უსმენთ ჩემგან ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის არაჩვეულებრივი კომბინაციები, როცა სიყვარულის გაიაზრა, როგორი დამოკიდებულებაც გინდა ის გაიაზრა, რომ შენ მეტი გინდა და სრულად ნორმალურია, იმიტომ რომ შენ ამას იმსახურებ და შენ ხარ ის ერთადერთი და საუკეთესო. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი. ის ერთადერთი და საუკეთესო ხარ, ეს მივხვდი, მაშინ მე მინდა ახლა მისი ჩუმი ჩანაფიქრები, ეგრევე რომ ჩუმ ჩანაფიქრებზე გადავიდე. ნახოთ, შენი ჩუმი ჩანაფიქრები თუ ღია ჩანაფიქრებია, როგორიცაა, მოქმედება მაინტერესებს, ანუ ამ გააზრების შემდეგ ეს გააზრება დარჩება, ნახოთ, როგორ აიქნება. იგივე რაც იყო დასტის ბოლოს, გააზრებათ არაფერი არ დარჩება, ეს ადამიანი ეცდება ზუსტად ისე წამოვიდეს ამ ურთიერთობაში, მართლა როგორც შენ იმსახურებს, სხვა გზა არ აქვს ამ ადამიანს შენთან. ან ყველაფერს აკეთებს ისე როგორც შენ გინდა, ან ისე როგორც შენ გინდა. სხვანაირი აქ უბრალოდ არ განიხილება და ზუსტად მე მომწონს, რომ ქალები ზუსტად ამ კუთხით მიგყავთ ყველაფერი, იღებ მაქსიმალურად ისე როგორც შენ გრძნობ შენს თავს და არანაირად არ ერგები პიროვნებას და ამასაც აქვს ზუსტად ეს მომენტი. ან მე შენ მიყვარხარ და როცა მე შენ მიყვარხარ, მე ვაკეთებ ისე როგორც საჭიროა, როგორც შეგეფერება, სიყვარული ყველასთვის არის ინდივიდუალური, როგორი პიროვნებაც არის ადამიანი, ისეთი გრძნობა შეუძლია და თქვენ გული არ დაგწევთ, როგორც ადამიანი რა ჩამოსხმაცა, იმ ჩამოსხმის სიყვარული აქვს და თქვენზე არ მიიღოთ მის დაუშვათ არაჯანსაღი დამოკიდებულება. მაგრამ ამ ადამიანმა ეს ყველაფერი გაიაზრა, მიხვდა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩანაფიქრები და ღია ჩანაფიქრებს და აქტიურ მოქმედებაზე გადმოვა, რადგანაც შექმნას ის საძირკველი, შენთან მოსასვლელი მინიმუმ, რადგანაც ყველაფერი ისე იყოს, ზუსტად როგორც შენ გინდა. შენ არ გინდა? მაგასაც უნდა. თავისებურად, მისი მანერებით, მისი ქცევებით. ძალიან ჭკვიანია, ნახე, ზუსტად ისე გადმოეწყობა, როგორც საჭიროა. იცის მიდგომა, იცის რა კუთხით მოგიდგეს, სად გაჩერდეს, სად დაიწყოს და ეს არის არაჩვეულებრივი. ანუ შენს გინდა, ხა მე მითხარი, შენ კი მიმენიშნა რა როგორ უნდა, მაგრამ მოდი ვნახოთ. შენ როგორ გინდა ეს ყველაფერი? კი გინდა, მაგრამ მითხარი გულწრფელად, როგორია ეს ყველაფერი, ისე როგორც შენ გინდა. ნახე, ისე როგორც მას უნდა, ანუ მისი მანერა. რა თქმა უნდა, ის გაცნობიერი, ანუ შენ ძალიან ძლიერი, ძალიან კარგი ხარ და
მოკლედ ამას პირდაპირ ვთქვი, რომ მოსალოცი გაქვს, რადგანაც ამ ადამიანთან არ გადის მაინც არაფერი. შენ როგორი ხარ, როგორი ღიაც ხარ, ამას ასე არ შეუძლია, ამას ასე არ უნდა, არ არის მიჩვეული და მაგას როგორ უნდა იცი, კონდეს თავისი სივრცე, შენ ხარ და არსებობდა ისეთი როგორიც ხარ, ასე მე მეყარები ასე გვერდიდან თუ ახლოდან თუ როგორც, მაგრამ მე უნდა მქონდეს ჩემი სივრცე და ცოტა გაუგებარი არის მე ეს გრძნობა და ეს დამოკიდებულება ასე უნდა გააგრძელოს, მაგრამ ზუსტად იცით, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ასე უკვე აღარ გრძელდება და შენ ხარ ქალი, თან რომელიც იზიდავ და თან რომელიც განიზიდავ, ანუ შენი რეალური ეს მიდგომა და ქალური ენერგიები გაქვს ფორმაში მოსაყვანი, იმიტომ რომ თუ არ გააკონტროლებ შენ ნიჭის დამოცემულობას, როგორიც შენ ხარ, ყველაფერი წავა განზიდვისკენ. ამიტომ ახლა ყველაფერი ნორმაზეა. გააგრძელეთ ასე, რომ ადამიანი უკვე გააზრება, რომ აი всё, მე მივხვდი, გავიგე ყველაფერი და მე გავაკეთებ ისე როგორც შენ გინდა და როგორც არის საჭირო და მეც ასე მინდა, მაგრამ მისი შინაგანი მდგომარეობა ასეთი არ არის და შეიძლება, ხო იცი, აი ის რო ხარ მომზადებული რო ხარ და რო გინდა რომ ბეჯითი იყო და კარგი იყო, მაგრამ ეს ხო შენი ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. მე მოდუნდება. ანუ მოდუნების მომენტები ამ ადამიანს ექნება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ექნება. ანუ ეს იმდენად ძალიან დიდი გაკვეთილია თქვენ ცხოვრებაში ურთიერთობა, რომ შეიძლება ყველაფერი გაქვთ ნანახი და ძალიან ბევრი შეიძლება კიდე არა გაქვთ ნანახი. შეიძლება უსიამოვნო მომენტების გაგრძელებაც იყოს და კარგად დავიწყებულმა კიდე კარგად შეგახსენოთ თავი. შენთან ამ ადამიანმა დაინახა უდიდესი პოტენციალი, თუ რა მაგარია იყო მაგარ ქალთან და რო დაეწიო განვითარებაში, მის აზროვნებაში, კი არ მინდა ვთქვა, რომ თვითონ ისეთია ცოტა არ ვაკნინებ არანაირად, მაგრამ უნდა დაგეწიო, სხვანაირად არ გამოვა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოწონს, მაგრამ ის მისი შინაგანი მდგომარეობა და ბუნება მაინც თავისა შვება. და სიურპრიზებით იქნება ეს ურთიერთობა სავსე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უსიამოვნო სიურპრიზებს გულისხმობ. მე აქ როგორც უყურებ ახლა, ყველაზე მთავარი რა უნდა ვთქვა, ეს ძალიან კარგი მოსასმენია, ეს ზღაპრული თერაპიული ზოგადი გაშლები, მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ ალბათ ყოველს თავისი მიზეზი აქვს, რატო შეიძლება გინდოდეს ეს ურთიერთობა, მაგრამ შენთვის ეს ურთიერთობა არ არის საჭირო. არ ვიცი ხო რატო გინდა ეს ადამიანი, მაგრამ არ შეიფერება. შენ კარგი ხარ და შენ უფრო მეტი გინდა. არ ხარ შენ ისე სავსე და თვითკმარი, როგორც უნდა იყო. მაგრამ შევავიკითხოთ, შენთვის რა სარგებელი იქნება ამ ურთიერთობაში? არანაირი სარგებელი არ არის. ნახე, ვიან თასი არ არის სარგებლობა. კი, მე მოვიხედავ და როგორ სიტუაციაც არ უნდა იყოს, ჩემთვის არ არის სულ ერთი და მე მაქვს ემოციები გასახსენებელი უკან რომ მოვიხედავ, მაგრამ ეს არის რომ ამდენჯერ გავედი, მოვედი, ამ ყველაფერს ხომ უნდა კონდეს თავისი დასასრული, მაგრამ ვიანს არა აქვს დასასრული, ეს არის უსასრულობა, ხო? ნუ იქნებით ამ უსასრულო გაუგებარ წრეზე. და მთლიანობაში მაინც ამ ადამიანს მისი სტაბილურობა, მისი ხედვები აქვს და რა სარგებელი იქნება თქვენთვის? მაინც მთლიანობაში სარგებლობა დიდად არ მოაქვს ამ გზნობას და ამ ემოციებს, ხო? ამას მე დიდად ვერ უყურებ. ბოლომდე არ რჩება ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში და როგორც არ უნდა გაგახაროთ რეალობა, მაინც რეალობა და ფაქტი ჯიუტია, იმიტომ რომ მე აქ რასაც უყურებ, იმედები დიდად არ რჩება. კი რჩება, მაგრამ ნაკლები რომ ურთიერთობა იყოს კარგი, ჯანსაღი. ეს არის ემოციური მიჯაჭვულობა რაღაცნაირი, გაურკვეველი. თითქოს შენთანაც ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ არ მოწონს და არ ვარ კმაყოფილი და შენთან ვჩერდები და უარესად ვარ. მე ამ შემთხვევაში რა ვიცი, შემირჩევა თუ გაინტერესებს, მე ახლა შენთანაც თუ ასე ვარ და ისეც ისე ვარ, მაშინ ღირსეულ მარტოობას ავირჩევ. მე ასე გავაკეთებდი მაგალითად. მე არ ვიცახე ზეპირად არაფერს. როგორც საკუთარ მეგობარს და საკუთარ თავს ურჩევდი, ზუსტად ასე ურჩევ ყველას პირადშიც და ისეც ზოგად გაშლებშიც. ამიტომ რა სარგებელი მოქვს? თუ შენთვის კარგი მომავალი გინდა, ისე როგორც შენ გინდა, მაშინ უნდა დაფიქრდი ამ ყველაფერზე და ამ წრეს ბოლო უნდა მოუღო. და კარგად აუკვირდი დღეს როგორ იქცევა ეს ადამიანი და არ აქვს სულად მნიშვნელობა, გაიაზრა მაგას სიყვარული თუ არა. სიყვარული გაიაზრა და გვიხარია, ეს კარგია, მაგრამ ყველაფერი მიდის მაინც ჩვენს ქალურ თვითშეფასებაზე და მე არ უნდა მიხაროდეს ის მომენტი, რომ ვაიმე რა კარგია რომ გაიაზრო, გიყვარვარ და
ამოვისუნთქე. ეს არის ნორმა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და თუ თქვენ გაკლიათ სიყვარული და ემოციები, რა თქმა უნდა, მე არ გირჩევდით, რომ დარჩეთ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ასე უბრალოდ ყავაზე რომ მოусმინოთ ზოგად გაშლებს და მის გულში ჩაიხედოთ და მის ჩუმ ჩანაფიქრებში, ყველაფერი სამშვენივრად არის, მაგრამ მოქმედებით ისე არ იქნება დადასტურებული, როგორც შენ გაგიხარდება. ეცდება, ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მოცემულობა ამით არ იცვლება. ნუ ახლა რა თქმა უნდა, თუ თავს ძალით არ გაისულელებ და თვალებს არ დახუჭავთ, რასაც მე არავის არ ურჩევ მაგალითად. და გახსოვდეთ, თუ რამეზე თვალებს ხუჭავთ, ყველაფერი ისევ საკუთარ თავთან მიდის და როგორი კარგიც არ უნდა იყო და რა თქმა უნდა კარგი ხარ, რატომღაც მაინც შინაგანი დასტური არა გაქვს შენ, რომ არა, მაინც თითქოს და არ გემეტება და არ იჯერებ, რომ ბოლომდე შენ ხარ ის, ვინც უნდა იყოს ბედნიერი. მე ყველას გელოდებით კომენტარებში.